პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან განთავისუფლების შესახებ. მე არ გამსაზღვრავ პატიმრების არც განთავისუფლებას და არც დაჭერას, იმას რაც მე არ მეხება, როგორც წესი არც მე ვეხები. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ სეპარატისტ ვაჰაგან ჩახალიანის გარეთყოფნა უცხო ქვეყნის ინტერესებს და ჯავახეთში ვითარების დაძაბვას ემსახურება. უქმნის თუ არა საშიშროებას ჩახალიანის გარეთყოფნა ქვეყნის ინტერესებს? მთავარ კითხვას სოზარ სუბარი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში შეძლებს თუ არა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ლია მუხაშავრია. გადაცემის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნები საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზვიად ქორიძე გადაცემაში მთავარი კითხვა. სოზარ სუბარი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა ბატონო. მთავარი კითხვით მინდა დავიწყო, ქმნის თუ არა საშიშროებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ის, რომ ვაჰაგან ჩახალიანი თავისუფალია, ის აღარ არის ციხეში. საუბარია იმაზე, ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი ლაპარაკობს ამაზე, რომ ჩახალიანის ციხიდან გამოშვება არის პირდაპირ რუსულ ინტერესებში და რომ ეს ემსახურება ჯავახეთში ვითარების დაძაბვას. გარდა ამისა, ჩახალიანმა დღეს განაცხადა, რომ ის გეგმავს საზოგადოებრივ აქტიურობას. საზოგადოებრივი აქტიურობის უფლება აქვს ყველას. თავისთავად კომიკურია ის ფაქტი, რომ ვაჰაგან ჩახალიანი თავარი თემით იწყებს და ვაჰაგან ჩახალიანი საქმე არის მთავარი თემა და რომ ის გამოაცხადეს რაღაცა სერიოზულ რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ ქვეყნისთვის. ახლა თუ კი ერთი ადამიანის გათავისუფლება ან ციხეში ყოფნა ქვეყანა საფრთხეს უქმნის, ის ქვეყანა არ ყოფილა შემდგარი ქვეყანა, ხო? მეორეც, მთელი დღის განმავლობაში იტყუებიან სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, როდესაც აცხადებენ, რომ ის პირადად პრემიერმა შეიწყალა, პრემიერმა ერთი შეწყალების რა ბერკეტი აქვს, მე საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ. გამოვიდა ამნისტიით ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მას ჰქონდა სამი მუხლი წაყენებული ბრალდება და სამი მუხლი იყო ნაკლებად მძიმე. ეს იყო იარაღი, ეს იყო ხულიგნობა და ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მუხლს პირდაპირ წავიკითხავ სიტყვაზე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. 3 წლამდე ციხე. ასეთი მუხლებით იყო ეს ადამიანი დაჭერილი და თუ ანუ სრულად ამნისტირდა ბატონო სოზარ მისი მუხლები თუ ჩამოაყო. სრულად ერთი 5 წელი უკვე ზის ადამიანი, ხო? ეხლა თუ კი ეს ადამიანი ასეთი ქვეყნის ამოგვდები იყო, თუ კი უნივერსიტეტი დაარბია როგორც გუგახაჩიძე ამბობს და პრეზიდენტი იმეორებს. არ დაურბებია თქვენი ინფორმაციით? რა, თუ დაარბია ვანო მერაბიშვილი დღეს რომ მორალს გვიკითხავს. შინაგან საქმეთა მინისტრი მე ვიყავი თუ ვანო მერაბიშვილი იყო, დაეჭირა და გაესამართლებინა. მტკიცებულებები სად არის? თუ ეკლესია დაარბია, თუ სასამართლო დაარბია, თუ გამგეობა დაარბია, თუ პოლიცია დაარბია და პოლიციელების ცემა ფიზიკურ თავდასხმებს აწყობდა საჯარო მოხელეებზე, კიდე აღარ მახსოვს, ჩამონათვალი იყო საოცარი. სად იყო ეს აგენტი არის უცხო ქვეყნის და არის ისა რა ქვია, ჯაშუშობაში ბრალდებული და ამის ყველანაირი მტკიცებულება არსებობს. დალოცულო პრეზიდენტი რო ხარ და ის ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გვერდით რო გიდგას, რას აკეთებდით კი, მაგრამ რატო არ არის მუხლები, მაგრამ ან ტყუილია ეს ყველაფერი, ან სუდად მუშაობდნენ. მე ერთი რამ მახსოვს კარგად, რომ სასახალხო დამცველი ვიყავ. მოხდა შეჭრა სასამართლოს შენობაში ახალქალაქში. არ მახსოვს ვაჰაგან ჩახალიანი მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში. მახსოვს ამ შეჭრის შესახებ ჩემი მაშინდელი განცხადებები მოუწოდებდი ძალიან მკაცრად და კატეგორიულად ხელისუფლებას. არ შეიძლება სასამართლოში შეჭრა დარჩეს დაუსჯელი. არავითარი რეაგირება მათი მხრიდან არ ყოფილა. სად იყვნენ მაშინ? პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო თუ პროტკიცებულებებს ვერ აგროვებდნენ და არ მუშაობდნენ. აი, ეს ყველაფერი და დღეს რო იძახიან, ახლა იგივე ცხეთათიანეთ ესა უკეთრავად, ცხეთის და შემდეგ უკვე ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი რო ლაპარაკობს ხაჩიძე, მე მაშინ გუბერნატორი ვიცოდი და ვიყავი და ჩემს თვალს ეხებოდა ეს ყველაფერი ვიციო. და სად არის მტკიცებულებები? დახმარებოდა გამოძიება თუ ვერ აგროვდა, თვითონ მიეწოდებინა ეს მტკიცებულებები და იქნებ, მაგრამ როგორც ჩანს არ არის ეგრე საქმე, ხო? როგორც ჩანს ის ბრალდებებიც, რომელიც მას აქვს დაყენებული, ცოტა ისეთია ყურით მოსხრეული, მე არ ვიცი. მე გამიჭირდა მე არა ვაჰაგან ჩახალიანის დამცველი ამ შემთხვევაში არც იმას მომუპრო ის დანაშაულო, არც იმას მომუპრო ის დამნაშავეა. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, როგორც მაშინდელმა სახალხო დამცველმა, რომ ვაჰაგან ჩახალიანის მიმართ საპროცესო კანონმდებლობა მისი სასამართლოს პერიოდში, მის გამოძიების პერიოდში ნამდვილად ირღვეოდა და ზოგჯერ ეს ხელისუფლება აკეთებდა რა ინტერესი ჰქონდათ ამ პიროვნების მიმართ? ბატონო სოზარ, თქვენ იყავით სახალხო დამცველი, იყავით პოლიტიკაში.
თქვენ პირადად მოდით დავანებოთ თავი იმას თუ რას ლაპარაკობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ან რა მუხლებით იჯდა ეს პიროვნება თქვენ პირადად სოზარ სუბარს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს რა ინფორმაცია გქონდათ ამ ადამიანის შესახებ ვინ არის ის თუ არ არის ისე როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს და არ მიუღია ამ დარბევებში მონაწილეობა არ არის სეპარატისტი რა ინტერესი ქონდა მის მიმართ ყოფილ ხელისუფლებას თუ ვილაპარაკებთ ცოტა ისეთ განცხადებებზე ვთქვათ სეპარატისტულ განცხადებებზე იქ ძალიან ბევრი ადამიანია დღეს პოლიტიკაში რომელსაც ასეთი განცხადებები აქვს გაკეთებული ჯავახეთში იგივე მათ შორის არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ისა საპარლამენტო სიით გამარჯვებული ადამიანი სამველ პეტროსიანი მაგრამ დღეს ეს ადამიანი ჩადგა ქართული სახელმწიფოს სამსახურში ხო ყოველ შემთხვევაში ნაციონალები ესე ფიქრობენ და მე იმედი მაქვს რომ ეს ასე არის ადამიანი იყო პოლიციის უფროსის შემდგომში და სწორედ სამველ პეტროსიანის დაჭერილია ჰაგან ჩახალიანი ასე რომ ის რომ ოდესღაც ვიღაცამ რაღაცა განცხადება გააკეთა ან რაღაც ქმედება ჩაიდინა ეს არ ნიშნავს ეს ადამიანი რაც მე ვერ ვილაპარაკებ იმაზე რაზეც ფაქტები არ არსებობს ეს იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ ვიცი მე ვიცი ის რაც ბრალი ქონდა წარდგენილი რამდენად დასაბუთებულია ეს ბრალი კიდე სხვა საქმეა მაგრამ ბრალი ქონდა წარდგენილი ამ სამმუხლით ის იხდიდა სასჯელს სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი მეორე მე ვერ ვხედავ ასეთ სერიოზულ საფრთხეს ამ ადამიანში მართლა სასაცილოა ეს ერთი ადამიანი გახდეს საფრთხე ქვეყნის დანგრევის პანიკას რატო ხენ არ მესმის მე მიუხედავად იმისა რომ მაგალითად რკინიგზამ და გაიაროს ჯავახეთზე და ამის ხელის შესაშლელად სჭირდებათ ისეთი ადამიანი რომელიც გავლენას მოახდენს რკინიგზა გაივლის და შეუძლიათ წყნარად იყო ზოგადადაც მე მაგალითად შეხვედრა მქონდა გამოსვლამდე ვილაპარაკეთ ამ თემაზე იგივე ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან რომელიც არის საქართველოს სამართალ ეპისკოპოსი და რომელიც თავის მხრიდან რაღაცა თავდებს დებს პირობას დებს რომ ჰაგან ჩახალიანი არ წავა არათუ ქართული ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არამედ ზოგადად კანონის წინააღმდეგ და არანაირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მისი მხრიდან არ იქნება ეს სერიოზული ადამიანია გავლენიანი ადამიანი არაერთმა და ორმა ესეთმა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ ამის შესახებ ასევე პირადად ჩემთან საუბარში ერთგვარი თავდებობა და პირობა დადეს თუმცა ეს ამ დაპირებებს არ მოხდენია გავლენა მის გათავისუფლება ან დატოვებაზე ციხეში ის გამოვიდა ამნისტიით და ჩვენ რა უნდა გვექნა რომ ამნისტიაში ჩაგვიწერა რომ ამნისტიის ეს მუხლები ეხება ყველას გარდა ჰაგან ჩახალიანისა თუ გარდა სომეხი მოქალაქეებისა რაღაც ანტისომხური ისტერიკაში გადავიდა ეს ყველაფერი მე მგონი რასაც ნაციონალები აკეთებენ დღეს ხო ლაპარაკობს ეპისკოპოსი რომ თქვათ არ დაარღვევს ეს არაფერს და შეხვედრა მოუწყეს ჰეროიზაცია მოხდა ორივე მხრიდან როგორც იმ ადამიანების მხრიდან ვინც დახვდნენ და ეხლა რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენად აღნიშნეს მისი მოვლენა და მისი გამოშვება და ისე ნაციონალების მხრიდან რომლებმაც ასევე რაღაცა იმად დახადეს ბოროტ გმირად გამოაჩინეს ოღონდ და ორივე არის გადაჭარბებული რა არის ერთი მოქალაქე საქართველოსი რომელსაც გარკვეულ ქმედებებს ჩადიოდა გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა რაღაც გარკვეული დანაშაულება ალბათ ჩადენილი დღეს ეს ადამიანი აცხადებს თქვა თავის ინტერვიუში ხო ის ხედავს თავის ადგილს ქართულ სახელმწიფოს მშენებლობაში და ის იღვაწებს ამისთვის ის იმედოვნებს რომ ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის იქნება უფრო უკეთესი ვიდრე ადრე იყო და ის რო ყველაფერს გააკეთებს ამისთვის თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს ამისთვის არსებობს შემდგომი რეაგირება და ეს რეაგირება იქნება ისეთივე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ბატონო სუზარ ამნისტირებული პატიმრების ერთმა ნაწილმა უკვე დატოვა სასჯელ აღსრულების დაწესებულებები რამდენი პატიმარია კიდევ ვინც უნდა გამოვიდეს ციხიდან რიცხვი რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით გაიზარდა და დაახლოებით 5000 კაცის გამოშვებას ველოდებით 3000-ზე მეტი უკვე გამოსულია დღეში 500 კაცი გამოდის ზოგჯერ მაგალითად გუშინ 530 კაცი გამოვიდა და მარტო თქვათ გეგუთიდან 170 ადამიანის სია გვიან ღამე მივიდა და გამოსაშვებებს და იმათი გამოშვება ვერ მოესწრო ანუ 170 კაცი გუშინდელი დღეს გამოვიდა და მარტო ამ ერთი დაწესებულებიდან ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის სავარაუდოდ 5000-ზე ცოტა მეტი ადამიანი დატოვებს საპრობილებს. რამდენი დრო დაჭირდება იმას, რომ ბოლომდე დასრულდეს ამნისტირებულთა განთავისუფლების პროცესი? მთლიანად კანონით გავიმეორებ 2 თვე არის მოცემული, მაგრამ იმ ტემპით, რა ტემპითაც სასამართლოები მუშაობენ, სავარაუდოდ ერთ კვირაში მაქსიმუმ 10 დღეში ეს პროცესი სრულად იქნება დამთავრებული, ხოლო შემდეგ უკვე სასამართლოებს ექნებათ დრო და საშუალება იმისი, რომ იმუშაონ
იმ ადამიანებისთვის ასჯელის შემცირებაზე, რომლებიც არ ტოვებენ. პირველ რიგში მაინც იმ ადამიანთა საქმეები განიხილება, რომლებსაც უწევთ ციხეების დატოვება, ასევე პრობაციონერთა საქმეების გადახედვაზე, ამისთვის საკმაოდ დრო რჩება. ბატონო სოზარ, დეკემბრიდან დღემდე კომისიის მუშაობით, კომისია არის ერთობლივი თქვენი სასჯელ აღსრულების სამინისტროსი და ჯანდაცვის სამინისტროსი, განთავისუფლებულია დაწესებულებებიდან 27 მსჯავრდებული. საუბარია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ასაკზე. ეს პატიმრები აქტირების წესის თანახმად თავისუფლებიან თუ არის კიდევ სხვა რაიმე? არა, ეს პატიმრები თავისუფლებიან აქტირების წესის თანახმად და 14 ადამიანი გათავისუფლდა მარტო იანვარში ერთ სხდომაზე, მაშინ როცა მანამდე 6 წლის განმავლობაში 11 ადამიანი გათავისუფლდა მთლიანობაში აქტირებით და ამ 11-დან არც ერთი ბოლო 2 წლის განმავლობაში. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ კრიტერიუმების გადახედვაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს კრიტერიუმები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ ადამიანს მოკლედ არის ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც სრულად შეგნებულად პოლიტიკის გამო, გარკვეული ადამიანების გამო იქნა ამოღებული. როცა გარკვეული ადამიანი ხდებოდა ამ სიაში, რაც აქტირების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრები თავიდან აქვეყნებდნენ ამ სიას, თავიდან ამტკიცებდნენ და ის ერთი დაავადება ამოდიოდა ხოლმე და ასეთი ერთი დაავადება ძალგულ პატიმრებთან დაკავშირებით უკვე ათეულებამდე ავიდა. ასე რომ სია არის თავიდან განსაახლებელი, ამაზე მიდის მუშაობა და მე ვფიქრობ, სადღაც თვის ბოლოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება აქტირების კომისია. რაც შეეხება ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს იყო ძალიან მძიმე წინა ხელისუფლების პერიოდში, თქვენ იძლეოდით დაპირებას, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა როგორც პატიმრების მკურნალობის თვალსაზრისით, ასევე თქვენს დაწესებულებებში თვითონ პირობების თვალსაზრისით. შეგიძლიათ თუ არა დღეს თქვათ, რომ პროგრესი ამ მხრივ არის მიღწეული, თუ ვერ შეძელით ცვლილებას? პროგრესი არის და თან ძალიან სერიოზული, თუმცა ისევ შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მაგრამ აი პროგრესთან დაკავშირებით მაგალითებს ვიტყვი ხო, ნოემბერში მაგალითად 1200-მდე პაციენტის გაყვანა მოხდა ქალაქის საავადმყოფოებში და ამაზე დაიხარჯა დაახლოებით 200,000 ლარზე მეტი. თქვათ დეკემბერში, იანვარში ეს ციფრით, იანვარჯერ არ დამთავრებულა, დეკემბერში ეს ციფრიც დაახლოებით ოდნავ ნაკლებია იმაზე, რაც მოხდა ნოემბერში. ანუ ეს არის უზარმაზარი ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან პატიმარ ავადმყოფებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ეს ავადმყოფობები. პარალელურად მივდივართ ჯანდაცვის სისტემის თვითონ რო შიგნით იყო შესაძლებელი მკურნალობა უკეთესად და თქვათ ერთი მაგალითი, რაც შემიძლია გითხრათ, ახლა რა გზასაც დავადეკით, ეს არის გავაფორმებთ კონტრაქტს სასწრაფო დახმარების სადგურებთან, რომ ყველა ციხის ეზოში ყოველდღე იმორიგებოს თვითონ სასწრაფო დახმარების მანქანა, სადაც იქნებიან ექიმებიც, ექთნებიც, ექნებათ პირველადი დახმარების საგნებიც და აღმოუჩინონ დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. ეხლა ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ არ გვყავს ღამის ექიმები უმრავლეს დაწესებულებებში და ჩვენ როცა დავითვალეთ, თქვათ, რამდენი შტატის დამატება გვჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ აი ეს სასწრაფო დახმარების სადგურებთან, კომპანიებთან კონტრაქტის გააფორმება გვჭირდება ორჯერ იაფი, ორჯერ მეტი ექიმი მომსახურება ამ კონტრაქტის პაციენტებს და ხარისხიც იქნება ბევრად უკეთესი, იმიტომ რომ მაინც ეგ არ იქნება ეს რომ ერთი ექიმი არის ყოველდღე, არამედ იქნებიან სხვადასხვა ექიმები, სხვადასხვა დარგის ექიმები და ისინი მომსახურებენ. ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პარალელურად ვაკეთებთ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ ინვენტარიზაციას, თავიდან აღჭურვას. დღეს ჩვენ იქ რომ მივედით რა დაგვხვდა კედლები და ექიმები და პაციენტები, მეტი არაფერი. პაციენტების რაოდენობა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამოვიდა 180-მდე. ეს არის ისტორიულად დაბალი ნიშნული ბოლო, რა ვიცი, 10 წლის განმავლობაში, როგორც წესი, სადღაც 300-მდე კაცი იყო აქ ხოლმე და 300-მდე კაცი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დერეფნებში და ყველგან იდგა საწოლები, ან თქვათ 4 კაციან პალატაში იდგა 8 საწოლი. დღეს ეს ნიშნული ისევ გავიმეორებ, ჩამოვიდა 180-მდე და სავარაუდოდ ნელ-ნელა ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება. კიდევ ერთი მტკივნეული თემა ციხეების მონიტორინგი იყო, ასთა სხვადასხვაობა, იმასთან დაკავშირებით ჟურნალისტები უნდა იყვნენ ამ ჯგუფში თუ არ უნდა იყვნენ ამ ჯგუფში. საბოლოოდ საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლებელია ეს მონიტორინგის ჯგუფი დაექვემდებაროს სახალხო დამცველს და უნდა ჩამოყალიბებულიყო თვის ბოლოსთვის, პრინციპში უკვე არის იანვრის ბოლო. რა ხდება ამ მიმართულებით? იყო ამაზე ძალიან დიდი საზოგადოებრივი განხილვები, განხილვებში
აბსოლუტურმა უმრავლესობამ საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ ინტერესთა კონფლიქტი არის, როცა არის მინისტრი თვითონ ქნის თავის მონიტორინგის საბჭოს, მეც ამას ვიზიარებ, ამას ჩანანოაშვილიც. ამ კვირაში რაღაცნაირად ვერ მოხერხდა ჩემი დაუჩაში შეხვედრა, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში და მონიტორინგს ატარებს მათ შორის ციხეებშიც. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩვენ შევხვდებით და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ფორმატზე და სასურველია ბუნებრივია რომ ეს იყოს სწორედ სახალხო დამცველის ეგიდის ქვეშ, იმიტომ რომ კონსტიტუციით მას აქვს მინიჭებული უფლება რომ ატაროს მონიტორინგი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ზოგადად და დახურულ ინსტიტუციებში კონკრეტულად. თუმცა ეს დღეს ეს ჯგუფი არ მოქმედებს, ეს არ ნიშნავს რომ მონიტორინგი არ ხორციელდება, ეს იყო ორთვიანი ჯგუფი დროებითი, წლების განმავლობაში მსგავს რამეს არ უარსებია, მაგრამ არის სახალხო დამცველის ოფისი, არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველის და გაეროს ერთობლივი მექანიზმია და მათი ეფექტური მუშაობა ბუნებრივია ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის, რომ პრობლემები უკეთესად დავინახოთ და ერთად ვიზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მთავარ კითხვას საჯარო ასრულების მინისტრი პასუხობდა, რამდენიმე წუთში ლია მუხაშაურიასთან ერთად დავბრუნდებით. ლია მუხაშაურია უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობის საკალბატონო. საღამოშტობის. მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელსაც როგორც გუშინ გახდა ცნობილი, აღარ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ამის შესახებ გუშინ განაცხადეს მათ, რადგან ამბობენ, რომ მუდმივად განხილვებზე იყო აგრესია მათ მიმართ, იყო ხალხის მიმართაც, იყო თვითონ განხილვების პროცესშიც. თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს ეს, რადგან არათუ განხილვებზე მათი დასწრების აუცილებლობა, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხმების რისი მიღწევაც ოცნებისთვის შეუძლებელი იქნება თუ უმცირესობაც არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს. თქვენი აზრით, რას ნიშნავს, როდესაც ისინი უარს ამბობენ განხილვების პროცესზე დასწრებაზეც კი? ეს ძალიან მე ვიტყოდი საშიში ტენდენცია, იმიტომ რომ ეს არის წინასწარი მის გაცხადება პოლიტიკური ძალისგან, რომელზედაც ბევრწილად მე გეთანხმებით დამოკიდებულია კონსტიტუციური ცვლილების განხილვა, რომ ისინი ამ განხილვის პროცესში საზოგადოებასთანაც კი არ აპირებენ საკუთარი არგუმენტაციის გაზიარებას და მოსმენას და საერთოდ ეს პირველი ასე ვთქვათ ძალიან თვალსაჩინო ნიშანია ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციის მთლად კარგად ვერ მიმდინარეობისა, რაზედაც ჩვენ საუბრობდით კულუარულად, მაგრამ ესეთი აშკარა მტკიცება ამისი არ ქონდა, ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს, მე ვფიქრობ, ცალსახად დაკვეთა ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის უმცირესობის თუ უმრავლესობის მხარეს, რომ მათ უნდა ითანამშრომლონ, არა უბრალოდ თანაცხოვრების მაგალითი გვიჩვენონ, არამედ ითანამშრომლონ, რომ ამ ქვეყნის ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ყველამ ერთად შეძლოს. რა სიტყვით თვითონ ამ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პაკეტში უნდა მიიღოს პარლამენტმა, თუ კი მიღწეულ იქნება უმრავლესობა ხმების, საუბარია პარლამენტის ადგილმდებარეობაზე, რომელიც აღარ იქნება განსაზღვრული ქუთაისით, ასევე საუბარია იმაზე, რომ მთავრობის ცალსახად დათხოვას და დანიშვნას ვეღარ შეძლებს პრეზიდენტი, თუმცა ის უპირობოდ შეძლებს დროის განსაზღვრის გარეშე უпростоრად დაითხოვოს საქართველოს პარლამენტი. რა სიტყვით თვითონ ამ ცვლილებებზე რითი არის ნაკარნახევი? იცით რა, მე ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდი რა განმარტება და რა ახსნა აქვს უმრავლესობას ამ კონკრეტული ორი ცვლილებისა, მაშინ როდესაც ყველანი ვთანხმდებით ამ ქვეყანაში, რომ კონსტიტუცია სერიოზული გადამუშავება და სერიოზული რეკონსტრუქცია სჭირდება და ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან შრომატევადი პროცესი და ამ დროს გულსატკენია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს მთელი საზოგადოება, რომ ისინი მოახდენენ აი ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოს კონსტიტუციის და როგორღაც ქვეყნის სტაბილურობა აი ამ საძირკვლიდან აიგება. ჩემი ღრმარწმენით ეხლა არის მცდელობა იმისა, რომ ეს პროექტი მოერგოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ანუ საზოგადოებამ და მე პირადად დავინახე ის, რომ როგორც კი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, მათ საკუთარ
პოზიციებზე უფრო მეტად დაიწყეს ზრუნვა და ეს სწორედ საკონსტიტუციო ცვლილების აი ამ კონკრეტულ გამოვლენებაში უკეთ გამოჩნდა, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტაბილურობაზე ზრუნვა, რაც ძალიან გულსატკენია და მე არ ვისურვებთ რომ დავრწმუნდე ამაში, თუმცა ეს არგუმენტი არ მომისმენია უმცირესობის მხრიდან, იმიტომ რომ მათ ალბათ მორალური უფლება არ აქვთ ამაზე ისაუბრონ, მაგრამ ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის და იურისტისთვის, რომელსაც მეტნაკლებად ესმის საკონსტიტუციო პროცესის ალკარგი და ტექნიკური თუ თეორიული მხარე, ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი, თუ კი სააკაშვილი ირგებდა ჩოხა-ახალოხევით კონსტიტუციას და ეხლა მას მოირგებს ივანიშვილი, ერთნაირად არასახარბილოა ეს ჩემთვის და ქვეყნისათვის. ამიტომ ამგვარი კრიტიკა იქნებოდა უფრო უპრიანი მოგვესმინა ჩვენ, ან ყურად ეღო პარლამენტს, რომ აი ეს საკითხი ყოფილიყო უფრო მეტად საზოგადოებასთან კონსოლიდირებული, იმიტომ რომ მაშინ მათ ექნებოდათ, მე ვფიქრობ, უფრო მეტი შესაძლებლობა უმცირესობისგანაც მოეთხოვათ მხარდაჭერა და ეზრუნათ უფრო სერიოზულ ცვლილებებზე, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყნის სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილურობა იმ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელიც განუწყვეტლივ ქმნის ყოველდღიურად კრიზისის შესაძლებლობას, საიდანაც ქვეყანამ შესაძლოა თავი ვერ დააღწიოს. ამიტომ ეს არის ზეამოცანა, რომლის გადაწყვეტისკენ თუ არ იქნებოდა მთელი ძალისხმევა, მცდელობა მაინც უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით მიმართული. რაც სამწუხაროდ უკვე საერთოდ მოდელის შეცვლაზე კონსტიტუციის ქალბატონ ლეოღონტ ამაზე ოდნა მოგვენებით, რაც შეეხება თქვენ შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, მე არაერთხელ დამისვამს უმრავლესობის წარმომადგენლებთან ეს შეკითხვა, ხომ არ გრძელდება იმით, რომ ისინი ცვლიან კონსტიტუციასთან ერთ-ერთ ცვლილებაზე, კერძოდ პრეზიდენტის უფლებაზე მთავრობის დათხოვნა დანიშნვასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს არის დროებითი ცვლილება, ხომ არ გრძელდება ამის სწორედ ის ტენდენცია, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამით ისინი ქვეყანას აცილებენ თავიდან პოლიტიკური კრიზისის შექმნის შესაძლებლობას. თქვენი აზრით, თუ კი სასწორის სპინაზე დავდებთ, ერთი მხრივ იმას, რომ კონსტიტუციას უნდა იყოს ყველაზე სტაბილური დოკუმენტი და შესაბამისად არ ექვემდებარებოდეს ჭრაკერვას კონკრეტული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ შესაძლო პოლიტიკურ კრიზისს თუ კი არ შეიცვლება კონსტიტუციაში სწორედ ეს მუხლი. რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ის რომ კონსტიტუცია დარჩეს უცვლელი, თუ ის რომ ავიცილოთ პოლიტიკური კრიზისი თავიდან, როგორ ფიქრობთ? იცით რა, ჯერ ერთი პოლიტიკური კრიზისი ამ მიმართებით ჯერ არ შექმნილა, მაგრამ მე უკვე ვხედავ, რომ პოლიტიკური კრიზისი არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ვადა ამოწურულია და ის უკვე აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მე ამაში ვხედავ უფრო ღრმა კრიზისს, ვიდრე თეორიულად მოსალოდნელ ან პერსპექტივაში არსებულ იმ კრიზისს, რომლის დასაძლევადაც მიმართულია ეს კონსტიტუციური ცვლილების პროექტი. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს ამოცანა ამ თვალსაზრისით მაინც გადაწყვეტილი არ არის და ეს ძალისხმევა პარლამენტისა მაინც არ არის მიმართული იქითკენ, რომ დაიძლიოს არსებული კრიზისული სიტუაცია. არსებული კრიზისული სიტუაციის დასაძლევად ძალიან მარტივი იქნებოდა შეჩერებულიყო ის მუხლი კონსტიტუციისა, რომლითაც დადგენილია, რომ პრეზიდენტის არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მაშინ საზოგადოება რამდენადმე დაინახავდა, რომ ახალი პარლამენტი და ახალი პოლიტიკური ძალა ზრუნავს რამდენადმე მართლაც კრიზისები აარიდოს ამ ქვეყანას მეტნაკლები შესაძლებლობის ფარგლებში. ეხლა კი ჩემის აზრით, როდესაც შემოთავაზებულია ორი ცვლილება, მაშინ როცა შეიძლება მინიმუმ 3 ყოფილიყო, ჩემი წინადადების ჩათვლით, ასე ვთქვათ, მაშინ საზოგადოებას გაუჩნდებოდა უფრო მეტი ნდობა და რწმენა იმისა, რომ ვიღაც მართლაც ფიქრობს ამ ქვეყნის სტაბილურობაზე და კრიზისის თავიდან აცილებაზე. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ მოგვისმენია. არადა თუ კი შესაძლებელია ორი ცვლილების განხორციელება და ამისთვის საკმარისი ხმების მოპოვება, იქ მესამეც იქნებოდა ალბათ მიღწევა. თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში იქნებოდნენ მხარდამჭერები იმ ცვლილებისა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ვადა, ანუ ის რომ ოქტომბერშია საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნული, ამას დაეთანხმებოდნენ ამის ანულირებას? სავარაუდოდ ალბათ დაეთანხმებოდნენ, თუნდაც მათი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე და მე ისევ გავიხსენებ იმ არგუმენტს, რომელსაც ეხლა უმრავლესობა აჟღერებს, რომლის თანახმადაც პარლამენტში არიან ადამიანები უმცირესობიდან, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური გაგრძელების და განგრძობადობის თვალსაზრისით მზად არიან ამ კონსტიტუციურ ცვლილებას დაუჭირონ მხარი. და
ისინი არაპირებენ გადაყვნენ, ასე ვთქვათ, ოფსკროლში გადაჩეხილ სააკაშვილს. ამ ლოგიკით და ამ არგუმენტაციით ისინი რა თქმა უნდა მხარს დაუჭერდნენ იმასაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გადმოსულიყო უფრო წინ და ოფსკროლში გადასაჩეხად გამზადებულ სააკაშვილს უფრო ადრე ჩამოხსნოდნენ და მისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამიტომ ეს არგუმენტი ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. თუმცა ამაზე რატომღაც ვერ ვხედავთ, რომ ზრუნავს ვინმე. აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვას უმრავლესობის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო საკითხია მართლაც, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა ეს არ იყოს ქალბატონელია უმრავლესობის ინტერესებში გულისხმობ კოალიცია ქართულ ოცნებას. იმდანაც რამდენადაც უკვე წამოვიდა ქართული ოცნებიდან არა ინიციატივა ჯერ, თუმცა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისინი აპირებენ ოქტომბრამდე საერთოდ შეცვალონ ქვეყნის საკონსტიტუციო მოდელი და შესაბამისად პრეზიდენტიც უკვე აღარ იყოს საერთო სახალხო არჩევნებით შერჩეული, არამედ პარლამენტმა აირჩიოს ის. რა სიტყვით აი ამ ცვლილებაზე, ანუ იმაზე, რომ უმრავლესობა სურს საკონსტიტუციო მოდელის ცვლილება, ეს მათ ჰქონდათ საარჩევნო პროგრამაშიც, თუმცა დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ცვლილება მათ სურთ განახორციელონ ოქტომბრამდე, ანუ მანამ, ვიდრე იქნება საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. თუ ასეთი მიდგომა მართლაც არსებობს და რეალისტურად განიხილავს მას ქართული ოცნება, მაშინ უნდა ითქვას და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ასეთი ცვლილების გააზრება და მისი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის სახით გარდაქმნა იქნება ნაჩქარევი. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი შევასუსტოთ და საპარლამენტო მოდელზე გადავიყვანოთ ქვეყანა, არამედ გვჭირდება გავიაზროთ, როგორ დავაბალანსოთ ხელისუფლების სამივე შტო იმგვარად, რომ ურთიერთგაწონასწორებული და ურთიერთმაკონტროლებელი შტოები გვყავდეს, რომელიც სწორედაც რომ უზრუნველყოფს ქვეყანაში კრიზისის ან არ წარმოშობას, ან წარმოშობილი კრიზისის ძალიან მშვიდობიანად კონსტიტუციურ ფარგლებში განმუხტვას. ამ მოდელის შემუშავებისთვის მე თქვენ გარწმუნებთ, ახლა უკვე იანვრის დასასრულია, 7-8 თვე საკმარისი სრულიადაც არ გახლავთ. იმიტომ რომ ეს მოითხოვს გაცილებით უფრო ღრმა მსჯელობას, გაცილებით უფრო ფართო განსჯას და საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებას. იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუცია ეს არის ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმებული პოლიტიკური კონსენსუსის დამადასტურებელი და ამსახველი დოკუმენტი. ჩვენ კი კონსენსუსისკენ მიმავალ ტენდენციებს კი არ ვხედავთ პოლიტიკურ ძალთა შორის, არამედ პირიქით. და ეს ატმოსფერო და ეს ტენდენციები მაფიქრებინებს, რომ იმ კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც მართლაც კონსტიტუციის რეკონსტრუქციას და არსებით რეკონსტრუქციას სჭირდება, ეს დრო სრულიადაც არასაკმარისია და მაშინ გამოდის, რომ კვლავ ვიღებთ რაღაც შუალედურ ნაჩქარევ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება სამომავლოდ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს სახელმწიფოს და ქვეყანას, ვიდრე იმ არგუმენტაციით, რომ ააცილებს თავიდან რაღაც საფრთხეს ან რისკებს ქვეყანას, გამოვიდეს პირიქით. ანუ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ვუყურებთ, რომ კონსტიტუცია ხდება პოლიტიკური ძალის манипуляციის სამწუხაროდ საგანი და არა გააზრებული დინჯი, გონივრული განსჯის საგანი. ამიტომ საზოგადოების ეს უკმაყოფილება შეიძლება მთლად ასე ვერ აისახება და ძალიან უჭირს ბევრს ამისი ხმამაღალი კრიტიკის ტონით წარმოთქმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვისაც ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გვჭირდება სტაბილური სახელმწიფო, რომელიც ვერ შეიქმნება ერთი ლიდერის წყალობით, მას სჭირდება ინსტიტუციური მშენებლობა და ეს ინსტიტუციური მშენებლობა ხელისუფლების შტოთა გაწონასწორების კონსტიტუციური გარანტიების პირობებში იქნება მხოლოდ მიღწევადი. ეს კი ძალიან სერიოზული და შრომატევადი სამუშაოა. რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას ამ ცვლილებების პროცესში, თუ კი მართლაც დადგება უკვე საბოლოო საკითხი ქვეყნის საკონსტიტუციო მოდელის შეცვლის, თქვენი აზრით საჭიროა თუ არა რეფერენდუმის ამ პლებისციტის ჩატარება, რომ საზოგადოების მონაწილეობა იყოს მაქსიმალური. თუმცა მეორე მხრივ არსებობს პრობლემა, ანუ თვითონ მოდელებთან დაკავშირებით, როგორც წესი საზოგადოების ფართო მასები ინფორმირებული არ არიან ხოლმე. დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ინფორმირებულობის ძალიან დაბალ ხარისხში და რეგისტრში ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მათ შორის დღესაც და უნდა ითქვას, რომ სრულიად მიუღებელია ის განმარტება, რაც დღეს ჟღერს კონსტიტუციის ცვლილებების გასამართლებლად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, თუ კი რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდა, მაშინ რა თქმა უნდა საზოგადოების და მოსახლეობის ინფორმირების ხარისხი გაცილებით
მაღალია და ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასასაბუთებლად, რომ ოქტომბრამდე ეს პროცესი ვერ მოესწრება, ან ვერ იქნება სრულყოფილი. ჩვენ კი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დავწეროთ კონსტიტუცია და მივიღოთ კონსტიტუცია, რომელსაც მინიმუმ 20 წლიანი ხანდაზმულობით მაინც არ გადავაკეთებთ და არ შევცვლით. ეს საჭიროება აშკარაა, ის არსებობს და არ შეიძლება ამ ამოცანის უგულებელყოფა დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. აი თუ ეს საკითხი მაინც კონსენსუსის წესით ქვეყნისათვის მთლიანად მისაღებია, მაშინ შეიძლება დაიწყოს კონსტიტუციური აღმშენებლობის პროცესი, მაგრამ სამწუხაროდ მე როგორც ვფიქრობ, ჯერ ამ კონსენსუსამდეც არა ვართ მისული, არათუ იმ კონსენსუსამდე, როგორი მოდელი უნდა შევქმნათ. პირდაპირ არჩევის წესით ავირჩიოთ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თუ როგორ მოვაწყოთ ეს მოდელები და საჭიროა მართლა ძალიან ფართო დისკუსიის გაშლა. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ მედიის ყურადღების ცენტრში ეს საკითხი, არამედ სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო კვლევების, მეცნიერთა აზრი და აკადემიური აზრი ნაკლებად ისმის სამწუხაროდ. თუმცა ყავს ამისთვის ძალიან კვალიფიციური ადამიანები და ასევე მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება ამ საკითხებს, თუ კი მიდგომა იქნება სრულიად სერიოზული და ადეკვატური ევროპისა და ამერიკის შესაბამისი წრეებიდან. რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და რატომ არ უნდა ვცადოთ, გავაკეთოთ რაღაც, რაც ძალიან დიდხანს მდგრადად, სტაბილურად და აუცილებლად პრაქტიკულად გამოადგება ამ ქვეყანას. თუმცა მეორე მხრივ ქალბატონელია, რომც ვერ მოესწროს მოდელის შეცვლა ოქტომბრამდე, ფაქტია ის, რომ უკვე ჩადებულია კონსტიტუციაში შერეული მოდელი, რომლის თანახმადაც ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილება ისედაც სუსტდება. რამდენად სამართლიანია ამ მხრივ ის, რომ პირდაპირ არჩევის წესით შეირჩეს პრეზიდენტი, ანუ ჩატარდეს ჩვეულებრივი საყოველთაო სახალხო არჩევნები, მაგრამ მას ჰქონდეს თუნდაც იმდენად შესუსტებული უფლებები, როგორც აქვს უკვე ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც შერეული მოდელია. დიახ, ეგ კიდევ ერთი ძალიან საჭირო კითხვა, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც მანდატს იძენს საყოველთაო პირდაპირ საარჩევნო წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად, მისი დამოკიდებულება, მისი განწყობა, მისი შინაგანი პოლიტიკური რესურსი არის სრულიად სხვა, იმიტომ რომ მისი შეხვედრები და საარჩევნო კამპანია სულ სხვა მასშტაბის არის. ამიტომ რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური კულტურის მე ვიტყოდი სამწუხაროდ ბრჭყალებში, პოლიტიკური გამოცდილებისა თუ ტრადიციის პირობებში, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ დაგვიგროვდა, ჩვენ არა ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ასეთი მანდატით არჩეული პრეზიდენტი არ მოახდენს თვითნებობას, არ დაიწყებს საკუთარი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას და აი მაშინ არის სწორედ ის კონსტიტუციური მექანიზმები აუცილებელი, რომელიც მას დააბრუნებს საწყის პოზიციაში და აღადგენს ძალთა ბალანსს. და ვიდრე ასეთი მექანიზმები არ აქვს, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, რომელიც ფხიზლად უნდა იდგეს სადარაჯოზე, მაშინ რა თქმა უნდა საფრთხე და რისკი არსებობს. ამიტომ ყველა ეს საკითხი მართლაც სერიოზულ გააზრებას მოითხოვს, თავი რომ დავანებოთ პერსონალურ საკითხებს და იმ ადამიანთა სუბიექტურად განხილვის საკითხს, რომელიც ხანდახან გადამწყვეტი მნიშვნელობისა არის. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობთ. ლია მუხაშავრია პასუხობდა მთავარ კითხვას, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ზვიად ქორიძე იქნება ჩვენი სტუმარი. თავარ კითხვა ზვიად ქორიძე უპასუხებს, საღამოშტები საბატონო ზვიად. ორი პუნქტი დაეთმო საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ. საუბარია ორ მუხლზე, სადაც არის შენიშვნები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ტექსტს ახლა აღარ წავიკითხავ. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის და მეცხრე არხის შეერთების იდეასთან დაკავშირებით, ასევე საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვალა მედია მფლობელებიც საქართველოში ტელევიზიებში. კოალიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის ობიექტური შეფასებები და რომ ეს შეფასებები უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის მუშაობას კონკრეტულ დეპუტატებთან. თქვენ რა აზრის ხართ პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს თავისთავად ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არის ასეთი შენიშვნები საქართველოსთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? პირველ საკითხზე ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა იმუშავეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშია ჯვალებში კარგად, იმიტომ რომ მათ ჩააწერინეს ის
პუნქტები რეზოლუციაში, რომელიც პოლიტიკურად მათთვის არის ძალიან მომგებიანი და ვერ იმუშავეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დეპუტატებმა, რომლებმაც ვერ ჩააწერინეს ის რაც რეალურად ხდება ქვეყანაში და მინიმუმ ვერ შეძლეს ის რომ ეს არ ჩაეწერათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს. ქვეყნისთვის არის რა თქმა უნდა ძალიან ძიმე ჩანაწერი რომ ქვეყანაში ზოგადადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ფონი არის საკმაოდ რთული და ამ დროს არის მედია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავად რეზოლუცია შეეხება ევროსაბჭოს ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და თუ ზოგან სხვადასხვა მუხლებში ამ რეზოლუციის არის ზოგადი ჩანაწერები, ეს ორი ჩანაწერი, ორი მუხლი პირდაპირ შეეხება საქართველოს. მაშინ როდესაც მოხსენების მომზადების დროს საქართველოს საერთოდ არ იყო და როგორც საქართველოს წარმომადგენლები შემდეგ ჩაამატეს. სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დეპუტატთა, ან ჩვენი დელეგაციის დეპუტატთა ნაწილმა იმუშავა, რომ სწორედ ეს მომხდარიყო და მეორე ნაწილს ეს უბრალოდ გამოეპარა. მე მსუბუქად ვიტყვი რომ გამოეპარა, იმიტომ რომ მან არ ჩათვალა, რომ შეიძლება აი ასეთი ფინტი ჩაეტარებინა ვინმეს და ამას მოდი ასე ვთქვათ დაყრდნობოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დაეყრდნო. და ეს ჩანაწერი არსებობს. ეს ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ ამ ჩანაწერში არის რაღაც ის მონაცემები, ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც იყო ბუნებაში, ხო? ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მეცხრე არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შერწყმას. ეს საკითხი უფრო ხმაურიანი იყო, როცა გაისმა, ვიდრე მისი უარყოფა. და რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხმაური მოყვა ამ განცხადებას და უფრო მეტი რეაქციებით, ამიტომ ევროპელ პარლამენტარებს მე დარწმუნებული ვარ, ეს კარგად ემახსოვრებოდათ, ამიტომ დაეყრდნენ ამ ფაქტობრივ მოცემულობას და შემდგომ ააგეს აი ეს რეკომენდაცია, რომელიც ამ რეზოლუციაში ჩაიწერა. რეზოლუციის თანახმად ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას მოულოდნელ ფინანსურ ინსპექციებთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც მოყვა აგრესიული პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან, პარალელურად კი სადავო შესწორებების შეტანა ტელერადიო მაუწყებლობასთან დაკავშირებულ კანონში. როგორც ვხვდები, ეს არის სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც თქვენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეიტანეთ პარლამენტში, კონკრეტულად თქვენ გიკავშირდებათ, ამიტომ ეს კრიტიკა. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა ჯერ მხოლოდ რა თქმა უნდა, ბოლო ნაწილი მაინტერესებს, ჯერ მხოლოდ ინიცირებული კანონპროექტი როგორ მოხდა თქვენი აზრით აი ამ შენიშვნათა ნუსხაში? ზუსტად დღესაც საუბრობდით მაგის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის რეპლიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებელს შერწყმოდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა ასევე ცნობილია მისი უარყოფაც, მაგრამ მე მართლა არსად არ მომისმენია, რომ რაიმე ტიპის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გამოიჩინა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების, აჭარის ტელევიზიის სტატუსის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართლობის სისტემების რეფორმირების შესახებ. ეს არ არის ინიციატივა, რომელიც ლაშა ტუღუშმა, თამარ კორძაიამ და მე მოვამზადეთ არჩევნების შემდგომ. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ბოლო 2-3 წელი აქტიურად ვსაუბრობთ. მართალია, რაღაც საკითხები წინა მოწვევის პარლამენტშიც მოვახერხეთ და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოვაქციეთ цели პაკეტიდან და იქიდან ნაწილი მიიღო მაშინდელმა პარლამენტმა, მაგალითად მესაკუთრეთა გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ მაშინ არ მიიღო ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ჩანაწერი კანონში. აი დღეს ამ პაკეტში, რომელიც არის შესული პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივად, იგი უკვე იქცა, იქ არის ჩაწერილი, რომ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებით, ელექტრონული მედიის, მასკერისა და მასტოფერის საყოველთაობის საკითხით და ძალიან ბევრი სხვა ნორმა, მაგრამ რატომღაც აი არის ცალკე გამოყოფილი ეს მხარე, რომ ეს არის სადაო პოზიციები იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება მოხდეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ჩვენი კანონპროექტი, რომელსაც მხარი დაუჭირა მედია ადვოკატირების კოალიციამ 11 კაცი აწერს ხელს იმ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც შევიდა პარლამენტში, ძალიან დიდი განხილვები იმართება თბილისშიც, ბათუმშიც, ჩვენ კიდე მოგვიწევს უახლოეს დღეებში ბათუმში ჩასვლა და
იქ იმ ჯგუფთან მუშაობა და პოზიციების შეჯერება, ვინც აი აჭარის ტელევიზიის სტატუსზე მუშაობს და სხვა ქალაქებშიც გვექნება ასეთი შეხვედრები დაინტერესებულ არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებთან, არამედ სხვა საზოგადოების სხვა სეგმენტის წარმომადგენლებთანაც და თავარი მიზანი, თავარი ამოცანა ჩვენი კანონპროექტის არის ის, რომ სწორედაც პოლიტიკური ზემოქმედების ის მექანიზმები მოვაშოროთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დღეს აქვს. მოვახდინოთ იმ ფორმის დივერსიფიცირება საბჭოს ფორმირებისა, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ იქ ვერ მოიპოვოს გარანტირებული უპირატესობა და ვერ მოიპოვოს ისეთი უპირატესობა, რომელიც როგორიც იყო მაგალითად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს და როგორიც არის ამ წუთამდე. ძალიან უხერხულია აი ეს მოსაზრება მენიშნა კიდევაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებიდან თითქოს copy-paste-ით არის გადატანილი. ზუსტად ასეთი ჩანაწერი არის, რომ ეს არის სადაო კანონპროექტი, რასთან რომელი პოზიცია შეიძლება იყოს სადაო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონი შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ვდაობთ კანონზე, უნდა გამოვიდეთ იმ უპირატესი კეთილდღეობიდან, რომელიც კონკრეტულ აი ამ კანონის ქვემდებარე სუბიექტებს ან საზოგადოებას მოუწევს, ხო? რომელი უპირატესი კეთილდღეობა, რომელიც მან უნდა მიიღოს. დღეს გვაქვს ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის საბჭოს 15 წევრიდან 13-ია სახეზე, 2 ვაკანტური ადგილია. ამ 13-დან 12 წევრი საბჭოსი სულ რაღაც 3-4 თვის წინ იყო მართველი პარტიის ასე ვთქვათ ერთპიროვნული წარმომადგენლობა. მოხდა არჩევნები, შეიცვალა პოლიტიკური გარემო და ეს საბჭო უკვე აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა და ეს 12 ადამიანი გახდა ახლა უკვე თავისუფალი პოლიტიკურად დამოუკიდებელი მედიის ტრუბადური და ძალიან თავად ჩაიგდეს თავი უხერხულ მდგომარეობაში. მე სულ მუდმივად მაქვს საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს, თავად ამ საბჭოშიც არიან, რომ ეს არის ის უხერხულობა, რომელსაც შეიძლება ისინი ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს არის უხერხულობა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უჩნდება, იმიტომ რომ ცოტა უფრო სხვა გრადაციაში გადავალთ, პირდაპირ თქვა, საზოგადოება ვერ იბრუნებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა, სწორედ ამიტომ თავაზობ ჩვენ ამ ცვლილებებს და არა იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკური გარემო შეიცვალა. თუმცა თავისთავად ბატონო ის რომ Vitruvitas Bizina Ivanišvilis iniciatīva es arts arasodes ყოფილა სადღაც რომ მას ერთხელ მაინც ერთხვა. რატომ მოხდა ამ ფორმით როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ეს არის იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის მომგებიანი მოსაზრება, რომლითაც ისინი აპელირებენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სწორედ მათ დაიწყეს საუბარი, ხო? ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, როდესაც პრობლემები შეიქმნა, მაშინ ფინანსურ რევიზიას აკეთებდნენ ძირითად აქცენტს. თუმცა ამ ფინანსური რევიზიის შემდგომ, როდესაც გენერალური დირექტორი გადადგა, დღემდე უპასუხოა, ხო, საზოგადოებისთვის რატომ გადადგა, რატომ წავიდა გიორგი ჭანტურია და არავინ არ აძლევს პასუხს საზოგადოებას. აი, ახლა უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ახალი კომპონენტი შემოიტანეს, რომ არის რაღაცა შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც წერს კანონს, თითქოს ეს კანონი სადღაც ჩუმად არის დაწერილი, ჩუმადიდო თაროზე და ახლა მათ აღმოაჩინეს. ეს კანონ პროექტი ძალიან დიდი ხანია დევს, ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვცდილობთ, რომ მასზე იყოს დისკუსია. ჩვენ ახლა შევძელით, რომ ეს ყინული გაგველღო, არ ვიცი. მე არ მაქვს არანაირი გარანტია ვთქვათ, რომ ეს კანონ პროექტი უცვლელი სახით კანონად იქცევა, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდება ის ჯგუფი დეპუტატებისა, რომელიც დაინახავს მის პოზიტიურ მხარეს და თავის კოლეგებს დაარწმუნებს, რომ ეს კანონ პროექტი პირიქით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს ჩამოაშორებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. მოდით მაშინ დააკონკრეტეთ, სად არის ამ კანონში ის მექანიზმები, რომელიც ჩამოაშორებს პოლიტიკურ ზეგავლენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და კიდევ ერთი, თავისთავად ის, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვლება ალბათ კანონი და სხვანაირად მოხდება იგივე ბორდის დაკომპლექტება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმისთვის, რომ ყოველმა მომდევნო ხელისუფლებამ შემდეგ მოისურვოს, შეიტანოს კანონში ისეთ ცვლილებები, რომ თავისთვის სასარგებლოდ მოირგოს ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თუნდაც სამეურვეო საბჭო?
როდესაც პირველი პოლიტიკური კრიზისი დაუდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობას, ხო 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ადამიანელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა ქვეყანაში, პირველი კრიზისი მაშინ გაუჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. სულ რაღაც წელიწადნახევრის იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და უკვე კრიზისი ჰქონდა. იმიტომ რომ ის პირდაპირ იყო დამოკიდებული იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელიც არსებობდა ქვეყანაში. შემდგომ გახსოვთ მე როგორი ტიპის გარიგება იყო, ხო? 4 თქვენ, 4 ჩვენ, ოპოზიციასა და მთავრობას შორის იყო ესეთი გარიგება, მოდი მე-9 კაცი ნეიტრალური დავნიშნოთ მომრიგებლად ამ 4-ულისა. ვერ იმუშავა ამ სქემამაც, იმიტომ რომ ეს იყო განწირული. ამის შემდგომ თუ გახსოვთ, როდესაც 2009 წლის აპრილ-ივნისის კრიზისი ჰქონდა მთავრობას და გადაიტანა ეს კრიზისი ძალიან მძიმედ და მაშინ მეორე დირექტორი გათავისუფლდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ კრიზისი ისევ შეეხო საზოგადოებრივ მაუწყებელს. გახსოვთ ეს ცნობილი დერეფნების ირცხვილის და ასე შემდგომ, ხო? აი ამას მოყვა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, ძალიან ჩვეულებრივი არჩევნები, რომლის შედეგადაც იმ ძალამ წააგო, მოვიდა ახალი ძალა და ისევ გაჩნდა პოლიტიკური კრიზისი. რომ იყო 9 წევრი საბჭოში და გახდათ 15 საზოგადოებამ ამის შესახებ რა ტიპის აქტიურობა გამოიჩინა, როგორ ჩართეს საზოგადოებრივი ინსტიტუციები ამ საქმეში, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც იღებდნენ ამ კანონს. ეს იყო ის ტელევიზია, რომელსაც ისე მართავდნენ, ისე უწყობდნენ ხელს, რომელთაც კანონში ეწერა ფინანსური დამოუკიდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა, ხო, რომ ეს იყო მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის არანაკლებ 0.15%-ისა. 2008 წელს ისე შეცვალეს ეს ნორმა კანონში და დიდხანს ვარკვევდი ვინ იყო საერთოდ ინიციატორი ამ კანონ პროექტის ცვლილებისა, რომ პირდაპირ ბიუჯეტირების წესით მომხდარიყო დაფინანსება, ანუ მთავრობას დაეფინანსებინა ტელევიზია. მერე უკვე როდესაც საჭირო გავხდა და მათვე დაჭირდათ საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგისთვის ცოტა მეტი დამოუკიდებლობა, მერე დააბრუნეს ისევე ძველი ფორმულა. ეს ყველაფერი ხომ საზოგადოების გვერდის აქცევით ხდებოდა, ამიტომ ვიძახ ეს არის პოლიტიკური მექანიზმები, რომელიც ამ ტელევიზიაში დევს. და ჩვენ თავაზობთ ასეთ ვარიანტს, რომ საბჭო, რომელსაც ირჩევს უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტისგან წარმოდგენილი კანდიდატურებით, ერთ ადგილზე 3 კანდიდატით. ეს არ არის ნორმალური ფორმა. დღეს გვეუბნებიან, რომ აი ხო ხედავთ, დღეს პარლამენტში უმრავლესობა ერთი პოლიტიკური გუნდისაა, პრეზიდენტი სხვა პოლიტიკური გუნდის. კი, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს, ხო? ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის, როდესაც საბჭოს ახალი წევრები იქნება ასარჩევი, უკვე პრეზიდენტის ლეგიტიმაციაც იქნება დაისწრა, ხო? და რა გამოდის მაშინ აღმოჩნდება, რომ ის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ვარაუდი საგანია, რომელი პოლიტიკური გუნდისა იქნება, მაგრამ აი ამ ფონზე, რომელიც დღეს არის, შეიძლება ისეთი კანდიდატურები შესთავაზოს ქართული ოცნების უმრავლესობას პარლამენტში, რომ იყოს მათთვის მისაღები. გამოდის, რომ დღევანდელი კანონ პროექტი შეიძლება სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენ მივიღოთ საბჭოს, სამეურვეო საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელიც იქნება უპირატესად დაკომპლექტებული ასევე ერთი პოლიტიკური გუნდისგან, ოღონდ ეს პოლიტიკური გუნდი იქნება უკვე დღეს მართველი პოლიტიკური გუნდი. ამიტომ თავაზობთ ჩვენ, რომ საბჭო ისევ გახდეს 9 წევრიანი, აქედან 3 წევრი იმ სიიდან, რომელიც გაკეთდება პარლამენტში შეტანილი განცხადებების საფუძველზე, მოქალაქეები არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ პარლამენტში შეიტანენ განაცხადებს. იქ პარლამენტის თავმჯდომარის ერთჯერადი განკარგულებით შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც გადაარჩევს ამ სიას, იმიტომ რომ იქ არის ჩადებული კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, საზოგადოებრივი აღიარების მქონე ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ექნება მაგისტრის ხარისხი, რომელსაც ექნება 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება და საბჭოს წევრობით არ დაიწყებს თავის შრომით ბიოგრაფიას და აქედან მინიმუმ 5 ექნება მედიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამეცნიერო, პედაგოგიური, ან ფინანსური საქმიანობის სფეროში, ხო? და ამ სიიდან საპარლამენტო უმრავლესობა ამოარჩევს თავის 3 კანდიდატურას და უყრის მას გენჯს პარლამენტის უმრავლესობით. საპარლამენტო უმცირესობა ამოარჩევს იმ 3 კანდიდატურას, რომელიც მას მიაჩნია, არა საპარლამენტო უმცირესობა, არამედ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი სხვა დეპუტატები ყველანი ერთად. იმ 3 წევრს საბჭოში, რომელიც მათი აზრით იქნება ყველაზე ღირსეული
თუმცა კენჭისყრისთვის მაღალი ლეგიტიმაცია რომ მქონდეს ამ სამწევრს, ასევე პარლამენტის უმრავლესობა არის საჭირო. დანარჩენ სამწევრთან დაკავშირებით ჩემო გვაქვს ნოვაცია, რომ ორი წევრი საბჭოსი ასევე საზოგადოებრივი კონკურსის საფუძველზე დანიშნოს ომბუდსმენმა და მესამე წევრი იქნება ex-officio მეცხრე წევრი, ანუ იქნება ex-officio, ანუ როგორც წესი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ესეც სიახლეა, იმიტომ რომ პარალელურად ჩვენი ეს მთელი ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცისა მარტო ამ საბჭოს ცვლილებით არ არის განპირობებული. უნდა დაიწყოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ძალიან გაუგებარ მდგომარეობაში და დღეს საერთოდაც ის კანონგარეში არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტმა არ შეცვალა ეს ნორმა და მომავალი წლის, ანუ წლევანდელი წლის 31 დეკემბრამდე აღარ გაახანგრძლება ტრადიციულად ამ ტელევიზიის სტატუსის გარკვევა. ეს ტელევიზიაც უნდა გარდაიქმნას და შესაბამისად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ ეს ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ ქვეყანაში ქმნიდეს ერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეს. გასაგებია სამწუხაროდ დრო პრაქტიკულად არ რჩება ერთი ბოლო შეკითხვა ბატონო ზვიად, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამტკიცებს კანონპროექტს, რა ბედი ეწევა არსებულ სამეურვეო საბჭოს? ეს რა თქმა უნდა გადასაწყვეტი აქვს პარლამენტს რა ტიპის გარდამავალდებულებებს ჩადებს, როგორც არიმართება და მიმაჩნია რომ ეს უნდა იყოს პარალელური პროცესი, როგორც ერთი მხრივ როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირების, პარალელურად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების. ეს ერთი პროცესი უნდა იყოს და აი პარალელურად ჩამოყალიბდება ზუსტად ის საბჭო. რა თქმა უნდა ეს დროს მოითხოვს, თუ იქნება სწორად გააზრებული ეს ჩვენი საზოგადოების მიერ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიერ და მათ შორის იმ დეპუტატების მიერაც, ვინც ზედმეტად აქტიურია სტრასბურგში და რეზოლუციაში სწორედ ეს აბსოლუტურად არასწორი, არამართებული მოსაზრებები ჩააწერინა ევროპელ კოლეგებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავარ კითხვას დღისა და კვირის ბოლოს ზვიად ქორიძე პასუხობდა, მეორე შაბათამდე გემშვიდობების სასიამოვნო შაბათსა და კვირას გისურვებთ.